ადამიანი კომუნიკაცია დიალოგური არსებაა. კომუნიკაცია დიალოგში ყალიბდება როგორც ადამიანი და როგორც პიროვნება. მისთვის კომუნიკაცია დიალოგი თვითრეალიზაციის საშუალებაა. კომუნიკაცია დიალოგის სიმდიდრე და მრავალფეროვნება ადამიანის ინფორმაციითა და განცდებით გამდიდრების გზაა. ეს კი გზაა მისი ცხოვრების სავსეობისაკენ. ურწმუნო, უსამშობლო, უთვისტომო და უმეგობრო ადამიანის ემოციათა ნაკადი შეკვეცილ შეზღუდული. ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. მტერია იმით, რომ თავის თავს ზღუდავს კომუნიკაცია დიალოგის შეუძლებლობით. კომუნიკაცია დიალოგის საპირისპირო მოვლენაა მარტოობა. მარტოობაში მყოფი იმიტომაა სწორედ მარტოობაში, რომ იგი არ დგას კომუნიკაცია დიალოგის პროცესში. კომუნიკაცია დიალოგი კი ადამიანის ცხოვრება. მარტოობა მისი სიკვდილი. იცხოვრო ნიშნავს იყო კომუნიკაცია დიალოგის პროცესში ყველაფერი იმასთან, რაც ან ვინც შენს პირად ცხოვრებას ავსებს. მარტოობა სხვადასხვაგვარია. არის მარტოობა, რომლისკენაც ადამიანი თავისი სურვილით მიილტვის, ესაა მისი კარჩაკეტილობა, მაგრამ ხშირად განდგომა ასეთი განმარტოება უფრო პროტესტის ფორმა. ეს კი კომუნიკაცია დიალოგისგან გაქცევა კი არაა, არამედ სწორედ მისი განსაკუთრებული ფორმა. ხშირად განმარტოება, კარჩაკეტილობა კომუნიკაცია დიალოგის წარმოსახვითი ფორმით ხორციელდება. მაგალითად, როცა შემოქმედი თავისთვის ჩაიკეტება და ქმნის ხელოვნების, ლიტერატურისა ან მეცნიერების ნიმუშს, ასეთი განმარტოება მხოლოდ საშუალებაა კითხველთან კომუნიკაცია დიალოგისა.